მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და მოგახსენებთ რომ თქვენ უყურებთ სატელევიზიო გადაცემა წუთის სოფელს, რომელიც გახლავთ სატელევიზიო ეთერის სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზისა და თემატურად ამ ყოველთვის ქვეყნდება, ჟღერდება და ცხადდება იმ გვარების შესახებ, იმ ისტორიების შესახებ, იმ ურთიერთობების შესახებ, რომლებიც გვარებთან არის დაკავშირებული, გვარების წარსულთან არის დაკავშირებული, მათ დღევანდელობასთან და აი მიმდინარე პროცესებთან არის დაკავშირებული და ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება უკეთ და რაც შეიძლება შთამბეჭდავად წარმოვადგინოთ ის გვარები, რომელი გვარებიც მოდიან ისტორიის კუთვნილება არიან თავისი რაობით, თავისი მეობით და აი ერთ-ერთი ასეთი გვარი ჩვენ დღეს წარმოდგენილი გვყავს ჩუტკერაშვილების გვარის სახით. ეს გვარი ჩვენი ქვეყნის უპირველესმა სულიერმა იერარქმა კათოლიკოს პატრიარქმა სრულიად საქართველოს ილია მეორემ იკურთხა მისი სახელით, შეიძლება ითქვას პატრიარქის სახელით არის ნაკურთხი ეს გვარი და მოწვეულია მადლი და კურთხევა უფლისა ჩვენისა ამ გვარზე და თვითონ ეს პროცესი რო გვარი იკურთხა და გვარზე გადმოსულია ესეთი უზენაესი მადლი უფლისა ჩვენისა და ეს აღესრულა უპირველეს ტაძარში ჩვენი ქვეყნისა და უპირველესი ამბიონიდან იქნა დალოცვილი ეს გვარი გულისხმობ სამების საკათედრო ტაძარს და ამ ტაძრის ამბიონს და აი ამ ნაკურთხი გვარის წინამძღოლი ბრძანდება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პროფესორი, მკურნალი და ესეთი ღირსეული წარმომადგენელი თავისი სამედიცინო სფეროსი ბატონი გოჩა ჩუტკერაშვილი, რომელიც გახლავთ წინამძღოლი ამ გვარისა და ეხლა თქვენთან ერთად მინდა მას მოусმინოთ. მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისათვის. იცოცხლეთ ბატონო გოჩა. რაც შეეხება მოკლედ გვარის შესახებ. თვითონ გვარი დიდი არ არის, დღეს საქართველოში აღრიცხულია, უბრალოდ ეს არის შარშანდელი სტატისტიკური მონაცემებით, სულ არის 714 წარმომადგენელი ჩუტკერაშვილების გვარისა. თვითონ გვარის ისტორიის სრული და ამომწყურავი ინფორმაცია ბოლომდე მოძიებული ჯერჯერობით არ გვაქვს, ვერ მოახერხეთ, თუმცა ძიება გრძელდება და ძალიან ბევრ ისტორიკოსთან გვაქვს ურთიერთობა და თხოვნა რომ მაქსიმალურად ამოვიღოთ გვარის წარმოშობის ისტორიის შესახებ, მიგრაციის შესახებ, რომელიც განიცადა გვარმა, თუ საიდან მოდის და ზუსტად რომელი საუკუნის სათავეში თუ ბოლოში იღებს თვითონ გვარის სათავეს. ჯერჯერობით რაც კი მოვიძიეთ, ცნობილია ის ფაქტი, რომ გვარი წამოსულია მესხეთიდან, უშუალოდ ვარძიასთან ახლოს არის სოფელი გიორგის წმინდა უფროსწორად დღეს სამწუხაროდ ეს უკვე ნასოფლარია, და გვარის სათავეს იღებს ყოველ შემთხვევაში ჩვენი წინაპრები, უშუალოდ წინაპრები, რაც ინფორმაცია გვაქვს ამ სოფლიდან. მე ვიცი ეს სოფელი ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. თქვენ გულის ტკივილით თქვით და მეც ვიზიარებ ამას, რომ დღეს ნასოფლარის სახით არის წარმოდგენილი. ამ სოფლიდან იწყება ის ცნობილი ვაიოს ველები, რომელიც მესხეთის ბეღელს წარმოადგენდა. ეს სოფელი დაჩერებია ზემო ვარძიას თავზე. თვითონ სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და ერთი სიტყვით ეს ის კარგი ქრისტიანული სოფელია, რომელ სოფელშიც არ შეიძლებოდა ცუდი ქრისტიანები ყოფილიყვნენ. მართალია, ხო მე თვითონ ექიმი ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მთელი სტუდენტობა ჩემი გატარებული მაქვს ვანის კვების გათხრებზე. ეგ საკმაოდ დიდხანს და დიდ დროს ვატარებდით. კარგი გაგებით იმითი, რომ აქ გათხრებში მონაწილეობდით, არქეოლოგია ძალიან მაინტერესებს და ძალიან დაინტერესებული ვიყავი. და ეს სოფელი მე მეტნაკლებად ვიცი, უბრალოდ კიდე სამწუხაროდ ვაცხადებ ამას, რომ ნასოფლარია და რაც შეეხება თვითონ ჩვენ გვარს, ეს უკვე გვარი ჩნდება ისტორიულ წყაროებში მე-17 საუკუნეში და მე უკვე მიგრაციით ვიგებთ, რომ გვარი ესე იგი ამ სოფლიდან სოფელი ფაქტიურად დაიცალა, ეს იყო დიდი თურქობა, როცა ეს ოსმანეთი და სპარსეთი, როცა დიდ ომში იყვნენ ერთმანეთთან და ფაქტიურად მთელი ყველაფერი ასეთი მთელი უბედური ტალღა ამ დიდი უბედურებისა, ამ ცეცხლისა და აღგვისა პირისაგან მიწისა ყველაზე მეტად მაინც მესხეთს დაატყდა თავს იმ პერიოდში.
მას შემდეგ რაც უკვე გამეფდა პატარა კახი, ერეკლე მეორე და უკვე დაიწყო ქართლის გათავისუფლება თურქებისაგან. გვარის წარმომადგენლები იწყებენ მიგრაციას მესხეთიდან და მოდიან უფრო, ახლა ესეც თითქმის მესხეთია, უფრო აქეთკენ ბორჯომის ხეობაში და უკვე სახლდებიან ბორჯომში, ცოტა არიან ახალციხეში, მერე მოდიან უფრო აქეთკენ ხაშურისკენ და საბოლოოდ გორის რაიონში მთავრდება მათი ჩასახლება. ჩემი წინაპარი უშუალოდ ეს ქარელის რაიონის სოფელ ქვენატკოცაში გახლავთ ჩასახლებული. ზუსტი თარიღი ახლა უცნობია, მაგრამ თვითონ ომარ კილასონია ბატონი ომარი, თავის დროზე ყოფილი რაიკომის დივანი იყო, მე ძალიან დაინტერესებული ეს ბატონი ისტორიით, გამოცემულიც აქვს ქარელის რაიონის შესახებ წიგნი, ისტორიული წყაროებიდან ამოღებული. და იქ უკვე ვკითხულობთ, რომ სოფელ ქვენატკოცაში 1794 წელს უკვე მოიხსენება ჩუტკერაშვილების ერთი ოჯახი. ეს გახლავთ გიორგი ჩუტკერაშვილი, რომელსაც 7 ვაჟი ყავდა და მერე უკვე აქედან იღებს ჩვენ სოფელში ჩვენი გვარი დაფუძნებას და მისი სათავე აქედან იწყება. დღეს ამ სოფელში 53-54 ოჯახია უკვე ჩუტკერაშვილების. საკმაოდ დიდი დასახლებაა გორის რაიონის სოფელ ტირზნიში, არიან ხცისში, ხაშურის რაიონში, ქართლის რაიონში, ახალ სოფელში არიან ჩუტკერაშვილები, არიან ბორჯომში, ახალციხეში თუ არ ვწდები 2 ოჯახია, ბორჯომის რაიონის საკირეშია და კიდევ რამდენიმე სოფელში გვხვდება ჩუტკერაშვილების გვარი. თბილისში რა თქმა უნდა არის არიან ჩუტკერაშვილები, სხვათა შორის კახეთში მითხრეს, მაგრამ მე რატომღაც არ ვიცნობ, რამდენიმე ოჯახი ყოფილა კახეთში ჩასახლებული და ამავე დროს არიან მოსკოვში, სხვათა შორის 25 თუ 30 ოჯახია მოსკოვში ჩუტკერაშვილებისა ჩასახლებული. კი ბატონო, ეს აქედან წასული კი, მაგრამ ძირითადი სათავე მაინც მესხეთიდან არის. როგორც ისტორიაშია კიდევ რამდენიმე წყაროში მოხსენებული ჩუტკერაშვილების საკმაოდ წარმატებული მებრძოლები ყოფილან და იგით ხანობაც კი უბოძები ერეკლე მეორეს და რამდენიმე წარმომადგენელი უკვე იგით ხანიშვილებადაც კი მოიხსენება. მაგრამ გვარი გასულია უკვე მერე უკვე ემაზე, მაგრამ ესე ძირითადი მაინც საფუძველი და ფუძე ამათი მაინც ჩუტკერაშვილები. თვითონ ეტიმოლოგია, გვარის ეტიმოლოგია ხო არაფერს ნიშნავს, ხო არაფერზე მეტყველებს ჩუტკერი, მაგრამ უფრო რამდენიმე განმარტება ეძლევა. ჩუტკერა ეს უფრო შერქმეული სახელი ყოფილა და ჩუტკერას შვილებიდან ზედმეტსახელიდან წამოსულია ეს, მაგრამ მე თვითონ უფრო ეტიმოლოგიურად რაღაცა მეგონა რომ რაღაცა ხომ არ არის, რაღაცა ადგილი ან ტოპონიმიკიდან ან დაუშვათ ენდემური წარმოშობა ხომ არ აქვს რამის, მაგრამ ასეთი ის ვარიანტი, რომელიც თქვენ ბრძანეთ, რომ ზედმეტსახელი შემდეგ გვარად იქცევა, ეს ხშირი შემთხვევაა. ბევრი გვარია, რომელიც ზედმეტსახელისგან არის წარმოებული და ესეც გავრცელებული ფორმა, გვარწარმოქმნის ფორმა და თავისთავად ის, რომ გვარი ერთი სახელის ქვეშ, ერთი კურთხევის ქვეშ, ერთი ტრადიციული სანათესაო ერთობის ქვეშ მოიაზრება, ეს კიდევ ერთხელ ქმნის იმ სულიერ ერთობას, რისთვისაც გვარია საერთოდ მოწოდებული და მათ შორის აი ეს ჩვენი ძვირფასი პატრიარქის მიერ დაწესებული ტრადიცია გვარის კურთხევისა სწორედ ამაზეა ორიენტირებული და ამაზეა ესეთი როგორც სიტყვიარ ფიქსირებული, რომ რაც შეიძლება ახლოს ვიყვეთ გარიშვილები ერთად, რაც შეიძლება მეტი სანაცნობო და საურთიერთობო კონდეს შეხების წერტილები, კონდეს საქმიანი კავშირები და ასე შემდეგ და აი ეს საგვარეულო გაერთიანებები სწორედ ამას ისახავს და რა კარგია რომ თქვენ ეს პროცესი გაგივლიათ, გვარის კურთხევის პროცესი გაგივლიათ, ანუ მადლი უფლისა ჩვენისა მოწვეულია თქვენ გვარზე და მინდა დაუბრუნდეთ აი იმ დღეს და იმ ღირსშესანიშნავ თარიღს და პროცესს, რომელიც გვარის კურთხევასთან არის დაკავშირებული. როდის მოხდა ეს? ეს მოხდა 2023 წლის 21 იანვარს მოხდა გვარის კურთხევა. 21 იანვარს. 21 იანვარს ყველა პროცედურა გავიარეთ და ამის მერე უკვე პატრიარქმა დალოცა ჩვენი გვარი აკურთხა. ხო, მანამდეც ახლა თვითონ ჩემ სოფელში, საიდანაც მე ვარ წარმოშობით, ახლა გვარი ძალიან შეკრულია. და ეს მაინც ერთი კაცის შთამომავლები არიან და აი ძალიან შეკრულია გვარი ისე რომ
ჯვარი წერია თუ ან ჭირია ჭირი და ვქინი ერთად ამის არის ახლა ფაქტიურად იქ რაიმე რომ ვიღაცას და ან ვიღაცა დაიქირაო დაუშვა და ამის არანაირი აუცილებლობა არ არის მთლიანად ყველაფერს უზრუნველყოფს ხოლმე თვითონ გვარის წარმომადგენლები და გვარი ერთმუშტად იკვრება ოდნავ პატარა პრობლემები ძალიან კარგი და პატრიარქის დალოცვის შემდგომ უკვე მხოლოდ ჩვენი სოფელი თუ აღარ შემოიფარგლება და უფრო მეტად გავიდა აი ესეთი კავშირები, უფრო გაძლიერდა კავშირები, უკვე მიმოსვლა უფრო მეტად დაიწყო გვარის წარმომადგენლებს შორის. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი საქმეა და არა მარტო გვარის კი არა, მთელ საქართველოში რაც უფრო მეტად იქნება ხალხი. მართავს ძალიან. ჭიდრო კავშირებით ერთმანეთთან დაკავშირებული და კარგი კავშირებით მე მგონი ამას ნამდვილად არაფერს. ჩვენ მაინც იმ ტრადიციის ხალხი ვართ, სადაც სუფრა არა მხოლოდ სუფრა და ტრაპეზია, არამედ კულტურის ნიშანია, კულტურული ურთიერთობისა და კულტურული დამოკიდებულების ნიშანია და ძალიან უწყობს ხელს ერთობლივი საგვარეულო ტრაპეზის გამართვა, სადაც ხდება მსჯელობა, ხდება გაზიარება იმ ემოციური მუხტისა, რომელიც გვართან არის დაკავშირებული და ასეთი შეხვედრები, ანუ ტრადიციული შეხვედრები გვარის ხელს უწყობს ამ ერთიანობას და ამ ერთობას. და ყველაზე კარგი თარიღი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ შეკრებისა არის სწორედ ის დღე, როდესაც გვარი იკურთხა და როდესაც ჩვენ ვამბობთ კიდევაც, რომ ეს ერთგვარი სულიერი დაბადების დღეა გვარისა, რომ სულიერად უფლის წიაღში აი ამ დღეს დაიბადა, ამ დღეს იქნა იმ უპირველეს ამბიოდიდან ლოცვა გამოთხოვილი უფლისა და აი ეს დღე მადლიანი დღეა და სასურველია, რომ გვარი ამ დღეს რაღაცა ფორმით აღნიშნავდეს. როდესაც გვარს დიდი განსახლების არეალი აქვს და ესეთი გაფანტულია სხვადასხვა ადგილებში ცხოვრობენ, მაშინ ვაკეთებთ ასეც, რომ ვაცხადებთ, რომ სადაც ხართ, იქ აღნიშნეთ და იქ მიაგეთ ამ დღეს პატივი და იქ დალოცეთ თქვენი გვარი და დრო და დრო, რა თქმა უნდა, შეხვედრა და შეკრება სასურველი და ისეთი მიზანმიმართულია ამ ერთობისთვის. შან წინაც უკვე ისე 21 იანვარს იყო ეს. დიახ, 21 იანვარი. გვარის კურთხევის დღე. ეს იყო ასეთი შეკრებები, ჩვენთან ეს არის, ხო და ხო ისიც არ ამეღნიშნავს სხვათა შორის საგვარეულო ხატიც და აი ვისაუბროთ საგვარეულო ხატზე დაიწერა თვითონ ჩვენი ჯერმიძაშვილის მიერ. ხატმწერი არის და ძალიან კარგი ეს მადლიანი საქმეა. არიელ და ფრიდონ ჩუტკერაშვილები სხვათა შორის საკმაოდ დიდი ღვაწლი აქვთ ამათ და დიდი შრომა გაწიეს, როცა სამების ტაძარი შენდებოდა. თვითონ მონაწილეობდნენ მშენებლობაში? კი, თვითონ ტარიელი შექმნილია ჩვენს ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ჩვენი გვარის ფარველ ხატად მოიხსენიება და დაილოცა და იკურთხა პატრიარქის მიერ. და მისივე გაკეთებულია ჩვენი საგვარეულო გერბიც მე გაჩვენებთ მე მაქვს სურათები. ჩვენს მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, რომ ჩუტკერაშვილების მფარველი ხატი, ანუ ღვთისმშობლის ხატი ნახოს ეკრანზე გადიდებული სახით, ასევე გერბი იქნება წარმოჩენილი და თვალს გაადევნებს ამასაც და მიადევნებს თვალს. მინდა დაუბრუნდეთ საგვარეულო ხატის შექმნის ისტორიას. რატო გაკეთდა არჩევანი იმაზე, რომ ღვთისმშობლის ხატი ყოფილიყო, ან რა გარემოებებმა განაპირობა ეს? ხო, თვითონ სოფელში ცხოვნო პირველ რიგში ახლა აღდგენა მოხდა, ახლა ჩვენ სოფელში 3 ეკლესიაა. ეკლესია დანგრეული იყო სამივე და უკვე 99 წელში უკვე გადაწყდა, რომ ეს როცა დაიწყო ეროვნული მოძრაობა, იყო დიდი სურვილი იმისა, რომ მოხდარიყო ეკლესიის აღდგენა. მხოლოდ ჩუტკერაშვილების გვარი არ არის, სოფელი საკმაოდ დიდია. იქ სხვა გვარის წარმომადგენლები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები, ყველაზე მეტად ახლა როგორც ესეთი სამუშაოთა მმართველი გახლდათ მალხაზ გელაშვილი, ჩვენი მამიდაშვილია, დედა ჩუტკერაშვილია მისი. მალხაზმა აიღო ეს ხელმძღვანელობა და ძალიან კარგად გამოვიდა, აღდგა შუა საუკუნეების უფრო გვიანი ფეოდალური ხანის დარბაზული ტიპის ეკლესია, ღვთისმშობლის შობის სახელობის. და ღვთისმშობლის ძირითადად სახელი დაედო საფუძვლად იმას, რომ უფრო მეტად აი ესეთი ღვთისმშობლის შობის დღესასწაული, დიდი დღესასწაულია და აღინიშნება და იმის მერე უკვე 99 წლიდან ეს დამკვიდრებულია სოფელში ზოგადად ტრადიცია
და რა თქმა უნდა ჩვენ გვარშიც. განაპირობა შემდეგ საგვარეულო ხალხის მიმდინარეობს უკვე უფრო ძველი ეკლესიის, ხო თვითონ სოფელი ძალიან ძველია, ბატონი ულონთან მქონდა ამაზე საუბარი გაგოშიძესთან და სოფელი ქვენატკოცა ისტორიულ წყაროებში უკვე მოიხსენება ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან. მაგრამ სოფელი კი იყო დასახლებული, მერე ამ გაუთავებელი ომების შედეგად ხდებოდა მისი ნასოფლარად ქცევა, ისევ ბრუნდებოდა ხალხი, ისევ ხდებოდა სოფლის აღდგენა და ასეთ, გაწამაწეში როგორც ჩვეულებრივად იმ პერიოდში იყო ჩვენი ქვეყანა, იგივე დღეში იყო სოფელი, საიდანაც მე ვარ შთამომავლობით და წამოსული. გამომდინარე აქედან ეკლესიაც იყო სოფელში და მერე უკვე მეორე ეკლესიაც აიგო და ახლა ხდება აღდგენა. ეს არის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის და თვითონ ეს ეკლესია როგორც უკვე ამოვიღეთ ისტორიული წყაროებიდან მისი ნახაზები, ეს არის უნდა იყოს მე-6 საუკუნეების პერიოდის სამნავიანი ბაზილიკა და დაახლოებით შეესაბამება ურბნისის სამნავიანი ბაზილიკის პერიოდს. ეს პერიოდია, როცა უკვე ეს ეკლესია არსებობდა და ახლა ხდება მისი აღდგენა, უკვე დაწყებულია აქტიური სამუშაოები და ხდება უკვე იყო მხოლოდ საძირკველი დარჩენილი სამწუხაროდ, მაგრამ აქტიურად მიდის მისი აღშენებობა. გარდა ამისა იყო კიდევ ესე იგი სოფელი ერთი პერიოდი უფრო ზემოთ მდინარის გავმანაპირზეც ყოფილა ერთი პერიოდი გადასული და ამ შემთხვევაში იქ იყო ესეც დარბაზული ტიპის ეკლესია დაახლოებით მე-13 საუკუნეებითაა დათარიღებული და მისი აღდგენაც მოხდა და ეკლესია ამჯერად უკვე მოქმედია. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ჩვენ საუბრობთ ეკლესიების შესახებ და უნდა ითქვას, რომ ეკლესია თავისთავად არ არსებობს, ეკლესია არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ადამიანები არიან, იმ ადამიანებს ჭირდებათ ეს ეკლესია, ის ადამიანები სარგებლობენ ამ ეკლესიით და ამიტომა ეს ეკლესია, ამიტომ აიგო, შემდეგ რომ დაინგრა და შემდეგ რომ ისტორიით იავარყოფილი იქნა მისი აღდგენაც კვლავაც და კვლავაც ადამიანებით იყო განპირობებული და მე მინდა დაუბრუნდე იმ ადამიანურ სულს და ამ შემთხვევაში იმ საგვარეულო სულისკვეთებას, რომელიც იგივე სოფელი გიორგი წმინდა ახსენეთ თქვენ ვარძიის თავზე არსებული და იქაც წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, აი აქაც სადაც ჩუტკერაშვილები ცხოვრობენ ქართლში, აქაც სამი ეკლესია და მეოთხე ეკლესიაზე ქონდა საუბარი და თავისთავად ამ ეკლესიების არსებობა და ამ ეკლესიების ესეთი ინტენსიური ესეთი მდგომარეობა ერთ საცხოვრებელ არეალში მეტყველებს იმაზე, რომ აქ ის კეთილმორწმუნე ხალხი ცხოვრობს, რომელი კეთილმორწმუნე ხალხიც ეკლესიის მიმართ არა მხოლოდ რელიგიის მიმართ დამოკიდებულებად აღიქვავს, არამედ ეს მათი ცხოვრების კულტურა, ეს მათი შინაგანი აზროვნების ნიშანია და ეს დამოკიდებულების ის ფორმა, რომელი ფორმაც მოდის უფლისგან, მოდის ეკლესიური ურთიერთობის და კულტურისგან და ყველაფერი ეს ძალიან კარგად მეტყველებს გვარზე და გვარის სულიერ მდგომარეობაზე. და დაუბრუნდეთ გვარის სულიერ მდგომარეობას და იმ ხატს, რომელიც მფარველ ხატად არის შერჩეული და მიჩნეული ჩუტკერაშვილების გვარისა. ღვთისმშობლის ეს ხატი აბა ფუნქციურად სად არის დაბრძანებული, როგორი ურთიერთობა ამ გვარის შვილების მიმართ, ამ ხატის მიმართ? ეს ხატი უკვე შეიქმნა და იკურთხა პატრიარქის მიერ, რამდენიმე დღე იყო სამების ტაძარში, შემდეგ წავაბრძანეთ და ახლა დასვენებულია ამ ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში, ჩვენ სოფელში კი. ძალიან კარგი. მასთან ერთად სხვათა შორის ამ ტარიელის დის მიერ იქნა ჩამოტანილი კიდევ ათონის მთიდან ღვთისმშობლის ხატი, ესეც შედარებით მცირე ზომის ხატია და ესეც იკურთხა როგორც გვარის მფარველი ხატი და ეს ხატი უკვე ოჯახებში ყავდა დაბრძანებული. ძალიან კარგი. მოგზაურობდა ოჯახებში. დაახლოებით ერთი კვირა მაინც ხომდებოდა ხოლმე თითოეულ ოჯახში და შემოიარა თითქმის ყველა ოჯახი. ასე რომ სურვილი ეკლესიური ცხოვრების გვარში დიდია. სურვილი ამ ურთიერთობისა, რასაც ნამდვილად ქართული მართლმადიდებლური ურთიერთობა ჰქვია და არის ძალიან დიდია
და ეს კიდე უფრო მეტად წარმოჩინდა სხვათაშორის 80-იანი წლების შემდგომ, ვინაიდან ახლა მოიხსენებათ ჩვენ იმ პერიოდში დავიბადეთ, როცა ათეიზმი მართალზაგრა სრულად განაგებდა მთელ ქვეყანას, მაგრამ ამ პერიოდშიც კი ახლა მე ძალიან კარგად მახსოვს, როცა ბები ან პაპა რაღაცა დღესასწაული იყო, ისე არც ერთი წუთი არ იყო, რომ ბებიას ფიჯვარი არ გადაეწერა და ისე არ დაეძინა. უფლისთვის წყალობა არ ეთხოვა, ან პაპას კიდევ ჭიქა არ ეწია და უფლისთვის წყალობა არ ეთხოვა. მიუხედავად იმისა, ეს ყველაფერი იგრძალებოდა. მახსოვს კარგად, როგორ წამიყვანეს მოსანათლად, როგორ მომნათლეს იმ პერიოდში, როცა ეს პრაქტიკულად აკრძალული იყო სახელმწიფოს მიერ. ასე რომ ძალიან კარგი პროცესია. არ არსებობდა ადამიანი, რომელიც მომნათლავიყო აი ჩემი თაობის, ჩემი წინა თაობის. ყველა თავის ეს მაშინ ეს მაშინ ათეიზმის პერიოდში კი ბატონო, მე ამიტომ გავუსვი ხაზი, რომ მიუხედავად აი კაცრი პირობებისა, როცა იგრძალებოდა ყოველგვარი ეკლესიური ცხოვრება, ყოველგვარი რაღაცა გამოვლინება ასეთი რელიგიური წამსისა თუ მანერებისა, მაშინაც კი მჭადი არ გამოცხარა სახში, რომ იქ ჯვარი აყოფილიყო. აი, კარგი, დასმული. კარგი ფორმაა ეს. კი. დავუბრუნდეთ გვარის თანამედროვე მდგომარეობას, თქვენ სტატისტიკა აღნიშნეთ უკვე, რომ 700-ზე მეტია გვარიშვილი და აი რა მდგომარეობა დღეს, რა საქმიანობენ, რა მიმართულება აქვთ, რა ინტერესებს გამოხატავენ? ნუ სხვადასხვა სფეროში ახლა ძალიან წარმატებული ადამიანი იყო ჩემი ძაშვილი, თამაზ ჩურკერაშვილი, ეს კლავჭიდელი იყო, 94, 15, 16 წლებში იყო მსოფლიო ჩემპიონი კლავჭიდში. საკმაოდ დიდი წარმატება და საკმაოდ ცნობილი კლავჭიდელი იყო მსოფლიოს მასშტაბით. სამწუხაროდ კოვიდმა მისი თავი წაგვართვა. კოვიდის ინფექციის პერიოდში გარდაიცვალა. დღეს მისი შვილები ზრდებიან, რაზე ელაპარაკი, რომ ძალიან კარგი ოჯახი დატოვა თამაზმა, მაგრამ სამწუხაროა, რომ თვითონ აღარ გვყავს. ნუ გვარში ძალიან მაღალია ცოდნის წყურვილის დონე. მაგრამ ნინო ჩუტკერაშვილი კინო დოკუმენტალისტია, ძალიან ხშირად გადის მისი კინო ნოველები თუ ასეთი პროექტები ძალიან წარმატებული, ისტორიული დოკუმენტური ფილმები ქონდა მას და აქვს კიდე და აგრძელებს მოღვაწეობას. მისი და ირინა მხატვარია, წერია სხვათა შორის, რამდენიმე გამოფენა ქონდა და ძალიან ცნობილი ადამიანი გახლავთ. კარგი ადამიანი ყავდა ძალიან, სოსო ჩუტკერაშვილი გარდაიცვალა, ეს ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე გახლდათ და გულის შეტევით გარდაიცვალა. იყო ჩვენი გვარის წარმომადგენელი თამაზ ჩუტკერაშვილი, ისიც ეს უკვე იყო ეს უშიშროების მაღალ ეშელონებში გახლდათ. ახლა ჩვეულებრივ სამოქალაქო ცხოვრებას აგრძელებს, მშენებლობას ეწევა, ძალიან კარგი ოჯახი აქვს და ცხოვრება გრძელდება. ნუ მამიჩემი უფრო მეტად ინჟინერ-გამომგონებელი გახლდათ. 72 რაციონალიზატორული წინადადებისა და გამოგონების ავტორი იყო. ძალიან კარგი შედეგი. ეს რა კაპიტალისტური ცხოვრება ყოფილიყო მაშინ იცოცხლე. მეტი ინტერესი შეგვდა. იქნებოდით საერთოდ წაშვილიშვილოც, მაგრამ იქ გამოგონება და იყო რაღაცა კაპიკები. კი ბატონო. თქვენ ახსენეთ, რომ საგვარეულო ხატი დაწერილია ჩვენი გვარიშვილის მიერ და აი მინდა აი ამ ხატის დაწერის პროცესს დაუბრუნდე, როდის დაიწერა, როგორ დაიწერა. ეს იყო გვარის კურთხევის შემდეგ გვარის კურთხევამდე. ჩვენ თხოვეთ როჯერ დავიწყეთ და სანამ ხატი არ დასრულდა გვარის კურთხევაზე. ბანამდე დაიცადეთ. დავიცადეთ, არ შეგვიტანია თხოვნა საპატრიარქოში. ძალიან დიდი შრომა ჩაიდოთ არიელის მიერ, სხვათა შორის მაქსიმალურად ვისაც რა შეგვეძლო გვარიდან ყველა მეტნაკლებ მონაწილეობას ვიღებდით.
და მგონი შედეგმა წარდა გაჩვენებთ ხაცნაცა. როდესაც ხატი იწერება გვარის სახელზე და გვარის ფარულ ხატად მოიაზრება და ამ ხატის შეკვეთა კი არ ხდება და რომელიღაცა ჩვენთვის უცნობი ხატმწერი კი არ წერს, არამედ გვარიშვილი წერს, ეს კიდევ სხვა განზომილებაა სულიერი თვალსაზრისით და რაღაცა სხვა სწრაფვა ამ ხატის მიმართ, იმ სულისკვეთების მიმართ, რომელიც ამ ხატზე უნდა იყოს დატანილი და ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ხატზე არა მარტო ის არის გამოსახული, რაც არის გამოსახული, არამედ ის სულიერი შინაგანი სწრაფვაც და ის სულიერი სიყვარულიც არის აღბეჭდილი, რომელსაც გვარი მოიაზრებს, რომელიც გვარი გამოხატავს და ეს რეალური ფორმით ესეც წარმოჩინებულია და ამიტომ ძალიან მისასალმებელია, რომ გვარიშვილის ხელით არის დაწერილი და არის ასეთი რამოდენიმე შემთხვევა და ყველა ასეთი შემთხვევა შეიძლება ითქვას მისაბაძიც არის, ძვირფასიც არის და ესეთი სამაგალითოდ შეიძლება იყოს, რომ თუ კი გვარიშვილის ხელით იწერება ხატი, ეს სხვა სითბოს და სხვა სიყვარულის მომცველია ასეთი. გვარს საკმაოდ დიდი ინტელექტუალური რესურსი აქვს, აი ესეც კარგი იყო და უფლის წყალობაც ფაქტურად გადმოსულია. დიახ, ძალიან ამით მადლობელი ვარ ძალიან გვარისაც და რა თქმა უნდა უფლის. ძალიან კარგი. თქვენ იცით, რომ არსებობს სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზი, რომელიც აერთიანებს წინამძღოლებს და ჩვენ ვამბობთ ასე, რომ აერთიანებს წინამძღოლებს, მაგრამ აქ ერთპიროვნული ერთიანობა ამ დარბაზთან არ მოიმაზრება მხოლოდ ეს მოიაზრება სახელდებითი ფორმაა, მაგრამ მთელი გვარი გამოხატავს დამოკიდებულებას და ურთიერთობას და ასე შემდეგ და ეს ურთიერთობები, ეს ღონისძიებები, რომლებიც კეთდება ამ საერთო საგვარეულო მოძრაობით პატრიარქის მიერ ნაკურთხი საერთო საგვარეულო მოძრაობით, აი ამ მოძრაობაში და აი ამ პროცესებში და აი ამ საქმიან ურთიერთობებში სასურველია, რომ გვარი აქტიურად იყოს ჩართული. მე მხოლოდ ერთ ესეთ ნიუანსს გეტყვით ამასთან დაკავშირებით, რომ წელიწადში ერთხელ გვარების სახელით, ანუ ჩვენი ყველა ჩვენთაგანის გვარის სახელით ხდება სამებაში, როგორც უპირველეს ტაძარში და საკათედრო ტაძარში შეკვეთილი წირვის გადახდა. ეს შეკვეთილი წირვა ეს არის დიდი მადლი, დიდი ძალისხმევა და ეს არ ეხება არაფერს სხვას და არაფერს არის მხოლოდ და მხოლოდ სულიერი გამოხატულება და სულიერი სწრაფვა ჩვენი ერთობისა, დიდი საგვარეულო მოძრაობის. ამ ერთობაში მონაწილეობას ღებულობს ის, ვინც ღებულობს მონაწილეობას, მოიხსენება საგანგებოდ გამოდის ამბიონზე მღვდელი და ამ დროს მოიხსენიებს ყველა იმ გვარს, ვინც ღებულობს მონაწილეობას და სულ მრჩება ხოლმე შთაბეჭდილება, რომ საქართველოს უზარმაზარი საგვარეულო კულტურის მქონე ქვეყანაა და ბევრი გვარია ჩვენ შორის და ჩდება შთაბეჭდილება ერთგვარი უკმარისობისა, რომ ის გვარი რო არ ესწრება და არ მოიხსენება, ის გვარი რო არ არის, ისიც რო გამორჩა, იქაც რო სიცარიელია და რაღაცა სადახართ უკეთეს ადგილზე რასაკეთებთ ამ დროს უკეთეს მოდით ჩაერთეთ თქვენი გვარი მოახსენებინეთ უფალს თქვენი გვარი შეახსენეთ უფალს და შეახსენეთ თქვენი თავი უფალს და ეს ძალიან მარტივად ხდება მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთობით და ჩართვით აი ამ საგვარეულო წირვაში და ასევე ხდება საგვარეულო პარაკლისები ეს საგვარეულო პარაკლისები უფრო ინტენსიური სახით არის ფაქტიურად ყოველი შეკრება საგვარეულო შეკრება როდესაც ხდება გვარების წინამძღოლთა დარბაზისა იწყება აი ამ საგვარეულო პარაკლისებით და აქაც ყოველი გვარი მოიხსენიება სახელდებით მოიხსენიება. როდესაც იქ სამებაში მოიხსენიება გვარი, ეს მადლი მოხსენიებული გვარისა ვრცელდება ყველაზე, ვინც არ ესწრება, ვინც იქ არის, შორს არის, მაგრამ უფლის მადლი განევრცობა ყველგან და ყველგან წუდება და ყველას წუდება. მთავარია ჩვენ ვიყოთ მისწრაფებული და ჩვენ ვიყოთ ორიენტირებული ყველაფერ ამისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ აი თქვენ ბრძანეთ უკვე რო ერთი შეხვედრაზე ჩვენ ბრძანდებოდით და აი შემდეგი შეხვედრებშიც გვარის სურვილი იმისა, რომ ინტენსიურად ვიყოთ ჩართული და აი ამ ერთობაში ერთად მივიღოთ მონაწილეობა და ვიყოთ სურვილი ჩემი მხრიდან ძალიან დიდია ხოლმე, მაგრამ უბრალოდ დროის
კი ბატონო. დეფიციტის გამო ყოველთვის ვერ მიხერხდება და ამიტომ თხოვე ჩემ ბიძაშვილებს რომ ვიღაცა აუცილებლად დაესწრება. ხო, წარმომადგენლობითი დასწრება შეიძლება კი. ამიტომ რომ მხოლოდ იმით ერთი კაცით. კი ბატონო. თქვენ ახსენეთ უდროობა და დიახ დაუბრუნდეთ ამ თემას და ვთქვათ რომ თქვენ ცნობილი ქირურგი ბრძანდებით, ცნობილი მკურნალი ბრძანდებით, ძალიან ბევრი ადამიანის იმედი ხართ და თქვენთან დაკავშირებული არის უამრავი ადამიანის გადარჩენა და შორს რო არ წავიდეთ, ჩემ ოჯახსაც ჰქონდა ასეთი შეხება და იქაც მე მახსოვს თქვენი სახელი და გვარი ჩვენთვის ძალიან დიდი იმედის მომცემი იყო, რომ თუ გაგვიჭირდებოდა ჩვენ ვიცოდით რომ გოჩა ჩუტკერაშვილს დაურეკეთ, აუცილებლად დაურეკეთ და გაგახაროთ ღმერთმა ეს რო არსებობს ესეთი ფენომენი, ეს არა მხოლოდ ჩემი და არა მხოლოდ რამოდენიმე ადამიანის, ეს შეიძლება ათასობით ადამიანის იმედი იყოს და წარმატებას გისურვებთ და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. დღეს აი თქვენი მუშაობის, თქვენი საქმიანობის შესახებ რაიმე ესეთი დეტალები თუ შეგიძლიათ? რა ვარ, ნეიროქირურგი. მუშაობ კლინიკა ინოვაში, ამავე დროს ვეწევ პედაგოგიურ საქმიანობას. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნეიროქირურგიული კურსის ხელმძღვანელი გახლავართ, პროფესორი ვარ. არის სამეცნიერო მუშაობა, ვიღებ სამეცნიერო მუშაობაში მონაწილეობას და ვარ აქტიური პრაქტიკოსი ქირურგი, ნეიროქირურგი. ამავე დროს როცა კი არის ან უმწეო ან ადამიანები, რომელსაც ახლა იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ინოვაში საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, იძულებული ვხდებით ხოლმე რომ მიყვავს ასეთი პაციენტები და წმინდა მიხაილის სხვაგან ჰოსპიტალში ვაკეთებთ ამ ოპერაციებს. სპონტაჟორის ეს საავადმყოფო თავის დროზე დირექტორი ვიყავი და წმინდა მიხაილის სახელობის საავადმყოფოს სახელიც თავარანგელოზის სახელს ატარებს. სახელიც უკვე ეს მანამდე არ იყო ეს იყო მანამდე მიხაილოვის საავადმყოფო ეს იყო თვითონ მიხეილი გახლდათ მეფის ნაცვალი რომელმაც დააარსა ეს კლინიკა ამიერკავკასიაში პირველი კლინიკა იყო და უკვე მე ჩემ დირექტორობის დროს შეეცვალა ამ სახელი და უკვე დაერქვა წმინდა მიხეილ თავარანგელოზის სახელობის. ძალიან კარგი. თვითონ სახელდება ძალიან ბევრზე მეტყველებს და ერთ მნიშვნელოვნად მეტყველებს იმ უფლისმიერ მადლზე, რომელიც ღმერთთან და იყო მაშინ გენდირექტორი და მე ვიყავ აღმასრულებელი დირექტორი, როცა უკვე ამას შეუცვალეთ სახელი. ძალიან კარგი. სასურველია აი ამ ომებთან დაკავშირებით ჩვენ არა მარტო დიდი სამამულო ომი, რომელიც მეორე მსოფლიო ომი იყო არამედ შემდეგი ომებიც აი მოგვიწია არაერთი ომში გამოვლა ქვეყნისა და რაღაცა და აი გვარს როგორ ქონდა შეხება თქვენი ახსენეთ ერთი თქვენი გვარის წარმომადგენელი, რომელიც ვეტერანთა გაერთიანებას ხელმძღვანელობდა და ეს ხელმძღვანელობა დიახ ადონისოსოს ხელმძღვანელობა შემთხვევითი მოვლენა არ იყო, ეს თვითონ არის იმ კარცერში გავლილი ადამიანი, რომელიც მერე უფლებამოსილი იყო ყოველ ჩადგომოდა ამ ვეტერანთა ერთობას სათავეში და მამიდაშვილი დაიკარგა უცხოელთ მაგალითად ამ ცხინვალის ომში 2008 წელს. აი პერიოდში როცა აი ყველაზე დიდად გაჭირების ჟამი იდგა მაშინ არის დაღუპული, მაგრამ ეს მისი გვამივის ხედარიც ვერ გამოიტანეს. და ბევრი ესე დაკარგული და როგორი გულდასაწყვეტია, რომ სიკვდილი და გარდაცვალება ერთი პრობლემაა და მეორე პრობლემაა, რომ გარდაცვლილსაც ვერ პოულობ, საფლავსაც ვერ პოულობ. ანუ ნიშანდება ვერ ხდება აი ამ შეთვის ვიფასი ადამიანის. ისა ჩვენ სოფელში ძირითადია ასეთი შეგიერა ჯარი თვითონ ახლა იმ ადგილზე იდგეთ ჩემ ნაკოჩსაც, ახლა ჩემი სახლია, მაგალითად ქართული ჯარი. ძალიან სამწუხარო იყო ეს ყველაფერი. არტობზამით. კეთილი ჩემო ძვირფასო სტუმარო ბატონო გოჩა, ჩვენი გადაცემა მიგვახლოვდა დასასრულს როგორც იტყვიან და ბოლოს ტრადიციულად გეძლევათ საშუალება და შესაძლებლობა იმისა, რომ თქვენს გვარიშვილებს ამ ცისფერი ეკრანიდან მიმართოთ და უშუალოდ დაელაპარაკოთ და თქვენი სურვილები და თქვენი მოწოდება თუ შეიძლება ასე ითქვას, მათ ეკრანიდან უთხრათ. პერიოდია ისეთი, როცა შოვა ჯერ კიდევ გრძელდება, ვიდრე არ იქნება ნათლისღება. ნებისმიერ დროს შეგვიძლია რომ შობა მიულოცოთ ერთმანეთს. დიახ, მართალზავით. ეხლა ჩემ გვარს ულოცავ და არა მარტო ჩემს გვარს, მთელ საქართველოს ულოცავ შობა ახალ წელიწადს. ვისურვებ რომ ყოფილიყოს შობა ახალ წელიწადი პირველ რიგში მშვიდობის, სიკეთის, ჯანმრთელობის,
ბედნიერების, ხვავის, დოვლათის, ბარაქის და არამთავარია წმენის. გახაროთ ღმერთმა, იცოცხლეთ. ჩვენ კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებთ, რომ სატელევიზიო გადაცემა წუთის სოფლის დღევანდელი სტუმარი გახლდათ ბატონი გოჩა ჩუტკერაშვილი, წინამძღოლი ჩუტკერაშვილების ღვთივკურთხეული გვარისა. ამ გადაცემას უყურებთ თქვენ ყოველ კვირაში ერთხელ, ეს არის სამშაბათი დღე 22 საათი, წუთისოფელი თქვენი გადაცემა. ამ გადაცემის ავტორი გახლავთ სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ბრეგვაძე, მე კი ამ გადაცემის წამყვანი გოგიტა მელიქიძე ვარ. ვართ თქვენ მსახურებაში, უყურეთ წუთისოფელს და დარჩით წუთისოფლის შვილებად, რამე თუ ამ წუთისოფლიდან უნდა მოვიპოვოთ ის მარადიული სასუფეველი, რომელიც აქედან იწყება და ეს წუთისოფელია ერთგვარი ასაფრენი თუ შეიძლება ითქვას და აღსვლის მომენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ამისა. წუთისოფელი როგორც გადაცემა, სწორედ ამას ემსახურება და სწორედ ამაზე არის ორიენტირებული. მადლობთ ყურადღებისთვის.